გიორგი, პირველ რიგში მე მინდა გითხრათ და მოსახლეობას მივცე ინფორმაცია, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურები ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ როგორც თურქულ მხარესთან, ისევე ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ამ ეტაპზე არ დასტურდება ჩატაევის მონაწილეობა, თუმცა გამოძიება რა შედეგამდე მივა, ამაზე მე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე დღეს მოვისმინე ძალიან ბევრი ტყუილი. ბატონი სააკაშვილი როგორც ჩანს ფორმაშია და ტყუილების, ასე ვთქვათ, მორიგ სერიას გვთავაზობს. იმას, რასაც მე ვიტყვი, გიორგი, იქნება სკანდალური ინფორმაცია. და სააკაშვილს ბუმერანგით შემოუტრიალდება ეს ყველაფერი. ამიტომ მომეცი საშუალება, რომ მივყვე, ასე ვთქვათ, შესაბამისი ქრონოლოგიით თუ რასთან ჰქონდა საქმე. გისმენთ. ვინ იყო ახმედ ჩატაევი? პირდაპირ გეუბნებით, ახმედ ჩატაევი სამწუხაროდ იყო წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი. და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და შესაბამისი უშიშროების ოპერატიული დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა, მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფას, იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს და ის მუშაობდა სააკაშვილზე. ეს ერთი. როგორ გახდა ბატონი ჩატაევი უშიშროების აგენტი ჩვენი ქვეყნის? ეს მორიგი კიდევ სამწუხარო ფაქტი. თქვენ იცით, რომ ჩატაევი უკრაინაში დააკავეს და ლორთქიფანიძე საუბრობდა ამ თემაზე და მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალას რა საჭიროთ, როგორც ჩვეოდა მაშინ ამ პირის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის, მას უცებ შეუკერეს საქართველოში საქმე და დააბრალეს, რომ თითქოს ვიღაც ადამიანი მოკლა საქართველოში მაშინ, როდესაც შესაბამისი დოკუმენტებით მტკიცდებოდა, რომ ის მანამდე საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ანუ საქართველოში ფიზიკურად არ ყოფილა და საქმე შეუკერეს, რომ თითქოს ადამიანი მოკლა. ჩამოიყვანეს, მოახდინეს ექსტრადიცია უმოკლეს ვადებში. ეს ყველაფერი მოხდა სულ რაღაც საათებში. რა თქმა უნდა, მაშინელ უკრაინელ ხელისუფლებას სავარაუდოდ შეუთანხმდნენ, ჩამოიყვანეს, შემდგომ მას, რა თქმა უნდა, მოუხსნეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა და სწორედ ამ გზით უკვე შემდგომ გახდა ის ჩვენი უშიშროების აგენტი და პირდაპირ იღებდა დავალებებს. რა მოხდა შემდგომ? ლორთქიფანიძე ზღაპრებს გვიყვებოდა ეხა ლაფანყურის ოპერაციაზე და მე სიმართლე უნდა გითხრათ, რასაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფაქტებზე დაყრდნობითაა. სააკაშვილს გონია, რომ ხელისუფლებაშია და მის გარდა არავინ აღარ იცის ინფორმაცია რეალური რა იყო და მე ეხა ყველაფერს ფაქტებით მოგიყვებით. ლორთქიფანიძე საუბრობს, რომ ჩატაევი გამოიყენეს ლაფანყურის სპეცოპერაციაში როგორც შუამავალი. ნუ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, როგორც თვითონ ამბობს, რომ ადამიანის არაფერი დანაშაული არ ქონდა ჩადენილი და უცებ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავლად იყენებენ, რა მიზნით, რა საფუძველი ქონდა ამის. საფუძველი იყო, რომ ის აგენტი იყო. და მათ მიიყვანეს დიახ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოსალაპარაკებლად. შემდგომ როგორც აღმოჩნდა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მთელი ის საქმე, რაც ძალიან ბნელით არის მოსილი, ჩაუვარდათ და თავად ჩვენმა სპეცსამსახურებმა ესროლეს ჩატაევს. სავარაუდოდ მისი ლიკვიდაცია უნდათ, იმიტომ რომ ჩატაევმა ძალიან ბევრი რამე იცოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩატაევი გადარჩა, იგი ფეხში იყო დაჭრილი და როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, 2 დღეში კი არ გამოვიდა იქიდან, ტყიდან. 9 დღეში გამოვიდა. და კი არ გამოვიდა, მაგრამ მოფოფხავდა, იმიტომ რომ ფეხზე განგრენა ჰქონდა დაწყებული და საერთოდ ვერ მოძრაობდა. რომ გამოვიდა ამ ტყიდან, ჩაბარდა მესაზღვრეებს, იმიტომ რომ როგორც ყოფილი აგენტი, იმედი ჰქონდა, რომ მისი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა მას ანგარიშს გაუწევდა. ის საკუთარ სახელს და გვარს ასახელებს მხოლოდ სამედიცინო პუნქტზე, ანუ მესაზღვრეებმა გადაიყვანეს დაჭრილი საავადმყოფოში და ამის შემდგომ მას უყენებენ ბრალს, უდებენ 2 ლიმონკას და ეს დასტურდება უკვე მოგვიანებით. შესაბამისი ჩვენებებით, რომელსაც იძლევიან მესაზღვრეები, იძლევიან თარჯიმანი, იძლევა ასევე ყოფილი კონდაზერის თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ დავალება ქონდა და ჩაუდეთ ეს ლიმონკებიო და როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა კაცი, რომელიც მოფოფხავს, ფეხი არ უმოძრავებს, განგრენა აქვს, 9 დღე მატლები ახვევია დაჭრილ ფეხზე. და ლიმონკით მოფოფხავს და ვარდება მესაზღვრეებს სიცოცხლის გადასარჩენად. როგორ წარმოგიდგენიათ? ამის შემდგომ მას უყენებენ ბრალს არატერორიზმის მუხლით. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია.
თუ ახლა ლორდ კიბაინძეს უსმენდით და თურმე ეს კაცი უცებ ტერორისტების ხარეს გადასულიდა და მართლაც ჩვენი ღირსეული ოფიცრები და ჯარისკაცები დაიღუპნენ ამ სპეცოპერაციის დროს. და ეს ამ კაცს ტერორიზმის ბრალი კი არ წაუყენეს. წაუყენეს უკანონო იარაღის შენახვის ბრალდება. ეს ორი ლიმონკაზია საუბარი. ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ეს ორი ლიმონკის საქმე დაგვხდა. და ამ ორი ლიმონკის საქმეზე ამ ჩატაევს იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. სამწუხარო თუ როგორცაა რეალობა, ესაა კანონის უზენაესობის პრინციპები და დამტკიცდა, რომ ამ ადამიანს ეს იარაღი ჩაუდეს, ეს ორი ლიმონკა, ისიც დამტკიცდა, რომ ის შაბარდა და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და დანარჩენი დეტალები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კითხეთ და სასამართლოს პროკურატურას არ ქონდა საფუძველი, რომ ის დაეკავებინა. თუმცა ის შემდგომ დაკითხვებზე იყო დაბარებული. მაგრამ მანამდე მინდა ლორდ კიბაინძის განცხადებას დაუბრუნდე. აი წარმოიდგინეთ, ტერორისტები შემოვიდნენ ქვეყნის შუაგულში, ასეთი უბედურებები მოგვიკლეს ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. და ყველა მათგანი, აბსოლუტურად ყველა მათგანი გაიპარა საქართველოსდან. იმ ქვეყნიდან გაიპარა მაშინ, როცა ყველას და ყველაფერს უსმენდნენ. იმ ქვეყნიდან გაიპარა, სადაც როგორც მერაბიშვილი გვიმტკიცებდა, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ჰქონდა. აი ესე გაიპარდნენ ის ტერორისტები, ზოგი ეხამკუტარია, ზოგი ისლამისტურ სახელმწიფოშია. ასეთი მიდგომა იყო მათ შორის ჩატაევთან მიმართებაში. და ჩატაევი რატო დაიჭირეს, ესეც ძალიან საინტერესოა. რატო ჩაუდეს ხუმბარები? ის ხომ უშიშროების აგენტი იყო, ის ხო სააკაშვილზე და ლორდ კიბაინძეზე მუშაობდა. იცით რატო დაიჭირეს? იმიტომ რომ მან იცოდა ძალიან ბევრი ინფორმაცია. და ის ჩაბარდა, იმიტომ რომ იმედი ჰქონდა, რომ საკუთარ აგენტს არ გაწირავდნენ. მაგრამ ჩაბარდა და ის დააკავეს და დააპატიმრეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შიში ჰქონდათ, რომ ის პირს გააღებდა და რა ინფორმაციაც იცოდა, მათ შორის ალბათ ლაბაყურის ეს ოპერაციაზე გათხოვდა. ჩვენმა პროკურატურამ ის ატარა პროკურატურაში ძალიან სერიოზულ დაკითხვებზე. თუმცა როგორც ჩანს, ერთგული დარჩა სააკაშვილის და ლორდ კიბაინძის და არ ითანამშრომლო პროკურატურასთან. დიახ, ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ გითხარით აგენტი იყო და ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში დატოვა რა მან საქართველოს ტერიტორია ჩვენ ჩატაევი როგორც პრობლემა და წინა ხელისუფლების ასე თქვა დანატოვარი მოვიცილეთ. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ჩატაევთან და არც ტერორიზმთან.